დიდი მადლობა ყველას ინტერესისთვის და შეკითხვებისთვის. დავიწყებ ბატონ ზაქარიას გავცემ პასუხს, რომ მეც ვიზიარებ იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ქალაქში უნდა იყოს გამოფენილი სადღესასწაულო დღეებში ჩვენი შეერაღებული ძალების ტექნიკა, პირადი შემადგენლობაც, მაგრამ ეს დამოკიდებულია და დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. სამთავრობო გადაწყვეტილება იყო, რომ ასეთ 9 ქალაქში ჩატარებულიყო ამ წელს ესეთი ღონისძიებები, მაგრამ მომავალ წელს მინდა ასევე გითხრათ, რომ მე მხარს დაუჭერო თქვენს რეგიონშიც და სხვაგანაც მოხდეს ამგვარი ღონისძიებების ჩატარება. ბუნებრივია, ჩვენ მართლაც ისეთი წარსული გვაქვს და იმდენი საბრძოლო მოქმედებები, თუნდაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მრავალი გმირი გვყავს, არა მხოლოდ 9 და მეტიც და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ამ ეტაპზე პირველი ამოცანა იყო ცოცხალი გმირებისთვის დაგვეჭირა მხარი მაქსიმალურად ფინანსური ეფექტით, მათზე ყოფილიყავით გადართული, მათ ჯანდაცვაზე, მათი ოჯახების უზრუნველყოფაზე და ბუნებრივია, სხვების სახელების უკდავყოფა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შეერაღებული ძალებისთვისაც და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ქალბატონ ანის მინდა დაუდასტურო ჩემი შემხვედრი სურვილი, რომ ხელფასები გაიზარდო შეერაღებულ ძალებშიც და რა თქმა უნდა საჯარო სამსახურში ზოგადად. მინდა გითხრათ, რომ 2013 წელს მაისის შემდეგ გაიზარდა ხელფასები 25%-ით, ყველაზე მცირე ხელფასი იყო 608 ლარი, რომელიც გაიზარდა და გახდა 760 და ეს ტენდენცია გვინდა მომავალშიც ასევე გაგრძელდეს და თქვენი როგორც პარლამენტის წევრის მხარდაჭერა და ალბათ გარანტირებული გვექნება. ეხლა მინდა უპასუხო ბატონ ტარიელს შეკითხვებზე ძალიან მოკლედ. დიახ, დაგეგმილი გვაქვს ჩვენ მომავალ წლის ბიუჯეტში ზრდა. ჩვენი მოთხოვნა და იმედია, რომ პარლამენტი ერთსულოვნად ოპოზიციაც და პოზიციაც მხარს დაგვიჭერს, გვინდა იყოს, რომ 11%-იანი ზრდა დაფიქსირდეს ჩვენი ასე ვთქვათ ბიუჯეტის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაცვის სისტემებს რაც შეეხება ჩვენ მქონდა შეთანხმება გვაქვს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომ ამისთვის საჭირო თანხები მოხდება, თანხების მოძიება და მოპოვება მოხდება ცალკე მთავრობის მიერ და ეს არ იქნება პირდაპირ დარტყმა ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტზე. რაც შეეხება თუ რა და როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავდაცვის ანტისატანკო საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით, ამაზე მე მზად ვარ ნებისმიერ დროს დახურულ ფორმატში, როგორც კომიტეტის წევრს წარმოგიდგინოთ ის გეგმები, ჩვენ მქონდა პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ამგვარი შეხვედრა, სადაც ვერ მოახერხეთ თქვენს ოპოზიციამ დასწრება და მე მზად ვარ ნებისმიერ დროს მოხდეს ესეთი განმეორებითი შეხვედრა და მოგიყვებით დეტალურად თუ რა მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობს და მე მინდა უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რაციონალურ ვადებში დასრულდება ეს მოლაპარაკებები. რაც შეეხება ახალ ბაზებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვასრულებთ ალბათ რამდენიმე თვეში ხონში იმ ბაზას, რომელიც დაწყებული იყო წლების წინ და შეჩერებული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. სრულად დასრულდება და იქ გადავა მესამე ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. ასევე წელს დავიწყებთ უკვე დაწყებულიც არის სამუშაოები ახალ ქალაქში, ძველი რუსული საბჭოთა სამხედრო ბაზის აღდგენაზე, სადაც გადავა ჩვენი საბაზისო წვრთნები მთლიანად და კარანტინი, სადაც გაევლიან საბაზისო წვრთნებს ჩვენი ახალი სამხედრო მოსამსახურეები. ეს ძალიან დიდი სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასაც მიეცემა აქტიურად ჩაება ამ ბაზის მშენებლობა მომარაგების საკითხებში და მათთვის სოციალური და ეკონომიკური ასე ვთქვათ სარგებლის მომტანი იქნება. ასევე ჩვენ ვაგრძელებთ და დავასრულებთ ვაზიანში, იმაში კრწანიში სამანევრო, ასე ვთქვათ, ცენტრისთვის ბაზის მშენებლობას, სადაც სხვა სკოლებიც იქ გადავა და გამოთავისუფლებულ სამანევროს მიერ გამოთავისუფლებულ სხვა ქვედანაყოფებს გადაეცემა უკვე ის ბაზები. ასე რომ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად სივრცის კუთხით ჩვენ გავსდით ჩვენს ასე ვთქვათ საბრძოლო ქვედანაყოფების დისლოკაციას, მაგრამ ასევე პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში თვითონ როგორ არის ჩვენი ძალების განთავსების სქემა და დისლოკაციის სტრატეგია. აქედან გამომდინარე, ამაზეც იქნება უკვე მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტები დამოკიდებული. რაც შეეხება რეზერვს, რეზერვის საბოლოო ორი ვარიანტი არის ნატოში გადაგზავნილი და ველოდებით აგვისტოს ბოლომდე მათგან შეფასებას და ამის შემდეგ დაიწყება განხორციელების სქემის ჩამოყალიბება. ბატონ ნუკრის ბოლო პასუხს, ესე იგი ბოლოს უპასუხებ, რომ ჩვენ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ნოემბრის შემდეგ 3817 სამხედრო მოსამსახურე ახალი
შერაღებულ ძალებში და თავდაცვის მინისტროში ავიყვანეთ, მათგან 700 არის სამოქალაქო თანამდებობაზე და 1400-ზე მეტი სწორედ აღდგენის კომისიის მიერ იქნა დაბრუნებული შერაღებულ ძალებში. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება და იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ეს შერჩევის და აღდგენის უკვე შერჩევის საბჭოები იხილავენ ამ საკითხს, აღდგენის კომისია აღარ არის, გადაწყვეტილების მიხედვით მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ამ მდგომარეობას. დიდი მადლობა.